პერორალურად მიღებული საკვები დანამატები, ანუ ვიტამინები, რასაც ტაბლეტირებულად ან ფხვნილის სახით ან შუშხუნავების სახით წყალთან ერთად ვიღებ, მათი ეფექტურობა ჩამორჩება საკვების ბუნებრივ წყაროს, ამის რამდენიმე საინტერესო მიზეზია, ეს ერთი, მაგრამ რამდენად ჩამორჩება და ამასობაში ბრენდებს შორის რა განსხვავება, დიდი ალბათობით კაცმა არ იცის. მანამ სანამ ჩემი კვება არის მრავალფეროვანი. რომ განახო გრაფა იმდენი გადაჯაჭვა და საერთო მამრავლები ჩნდება პროდუქტებში, ვიტამინების და ნუტრიენტების შემცველობით, რომ დიდი ალბათობით მშვიდად ვარ. მანამ სანამ ჩემი კვება მრავალფეროვანია, მოიცავს როგორც მთელმორხმოვან ბურღულეულს, მოიცავს ცისარტყელას პრინციპით გადანაწილებულ ბოსტნეულს და ხილს, მოიცავს ადეკვატურად ცხოველურ პროდუქტებს, რძის პროდუქტებს, ზღვის პროდუქტებს, თხილეულ თესლეულს და პარკოსნებს, საფიქრალი ნაკლები მაქვს. აი როცა უკვე საფიქრალი მიჩნდება, კითხვა გავსვამ, რატომ გამიჩნდა? შეიძლება ხორცს პროდუქტები ამოვიღე, ან ბოსტნეულის მიღება შეომცრე და მაგიტომ გამიჩნდა, ან ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და რაღაც მოხდა ჩემს ორგანიზმში, რომელსაც ვერ ხსნი. ამ დროს გვჭირდება სპეციალისტის ჩართულობა.